მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ჩვენი ეთერი სამძიმრით. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ღუნეშვილების ოჯახის ტრაგედიას და ეს დღეს არის მთელი საქართველოს უბედურება, მთელი საქართველოს ტრაგედია. ყველა დედისთვის ეს არის ძალიან მძიმე და მე გამძლეობა მინდა ვუსურვო ღუნეშვილების ოჯახს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ აი ამ მოვლენებს, ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. ჩვენ ნახეთ ქალაქ ბათუმში, ტურისტულ ზონაში შევარდნილი ადამიანი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც დღემდე არ დაკავებულა. და ასევე გორში იყო ინციდენტი, სადაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ყველაფრის შედეგი, რასაც ოცნება თავისი ძალადობრივი პოლიტიკით ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც თვეების განმავლობაში დაინერგა ოცნების მხრიდან, ის ძალადობრივი პოლიტიკა, ძალადობრივი რიტორიკა, ძალადობისკენ მოწოდება მათი პარტიის წევრების და მხარდამჭერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ის, რასაც მოაქვს შემდეგ უკვე აი ესეთი მძიმე შედეგები, მაგრამ მთავარი აქ არის სამართლიანი წესრიგის მოშლა. იმ სამართლიანობის მოშლა, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც უნდა იყოს დემოკრატიული და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურა და ნებისმიერი სტრუქტურა და სახელმწიფო უწყება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობას, წესრიგს და ამ დროს ჩვენს ქვეყანაში არც ერთი უწყება არ ემსახურება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს, არც ერთი უწყება არ ემსახურება ხალხს და ყველა უწყება, ყველა ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ორგანო ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კომფორტს, ემსახურება ოცნების ძალადობრივი პოლიტიკის ასე ვთქვათ, გაძლიერებას, ძალაუფლების შენარჩუნებას და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ფასი იხდის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა აი ასეთი მძიმე შედეგებით, იმიტომ რომ ჩვენ თვეების განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე, რომ ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი. დიახ, საქართველოს პარლამენტში განხორციელებული თავდასხმა, ორგანიზებული თავდასხმა არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ ძალადობს ოცნება ადამიანებზე დღესდღეობით და როგორ დაუსჯელი რჩება ამ მოძალადეების მხრიდან ესეთი ძალადობრივი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ საჭიროა ამ ყველაფრისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს, ცვლილება დადგეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომლებიც ძალიან კიდევ უფრო მეტ ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში უნდა აღდგეს სამართლიანი წესრიგი და ქვეყნის ყველა უწყება უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ფუნქციას, ფუნდამენტურ ფუნქციას, როდესაც ისინი ემსახურებიან ხალხს, სამართლიანობას და წესრიგს, რა თქმა უნდა. აი ამ ყველაფრის მოშლის გამო და რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ კიდევ განცხადებები გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, მაგალითად იუმორისტს, როდესაც თავს დაესხნენ და იძალადეს მასზე, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბატონი ზარქუა ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავს და ესეც არის სწორედ ის წახალისება, ესეც არის სწორედ ის კიდევ უფრო მეტი დამატება ამ ძალადობრივი ქმედებებისა და პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას, პირდაპირ ახალისებს ამ განუკითხაობას, ამ ქაოსს ჩვენს ქვეყანაში, რომ ოცნების წევრობა, ოცნების მხარდამჭერობა არის ინდულგენცია ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ხედავთ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანები და იმ ადამიანების დაკავებაც კი ვერ მოხდა სრულფასოვნად, ვინც იძალადა გორში ცნობილი თავდასხმის დროს. ასევე საქართველოს პარლამენტის ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც დღემდე არ არის პასუხგაცემული, მასზე არ დაწყებულა გამოძიება, პასუხი არ გაეცა იმ შეკითხვებს, რა შეკითხვებიც ჩვენ დავსვით ამ მიმართულებით, რატომ არის ეს კონკრეტული თავდასხმა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი
დადასტურება იმისა, როგორი ძალადობრივი რეჟიმი არის დღეს ოცნება, რომ ის არ გრძნობს არავითარ დისკომფორტს და პირდაპირ კამერების წინაშე მას შეუძლია იძალადოს ადამიანებს და ამას აკეთებს ოცნება მუდმივად ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქალაქების ქუჩებში და სწორედ ამის დადასტურება არის. პრობლემა არის, რა თქმა უნდა, სისტემური და ეს სისტემური პრობლემა არის იმ სისტემურ ძალადობაში, რომელსაც ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. ამ ყველაფრის შედეგი არის შემდეგ უკვე ცალკეული ის შემთხვევები, რომლებიც ესე ლეტალურად სრულდება და ესეთი მძიმე არის ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, უნდა აღდგეს სამართლიანი წესრიგი ქვეყანაში და ქვეყნის უწყებები დაუბრუნდეს საკუთარი ფუნქციების შესრულებას. იმისთვის, რომ კრიმინალის შეჩერება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ხედავთ, რომ უკვე დღისით, ბზისით ქალაქ ბათუმში მაგალითად ტურისტულ ზონაში, სადაც ადამიანები უნდა ისვენებდნენ, იქაც კი შეუძლებელია უკვე სრულფასოვნად, რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიანად იყვნენ. ეს არის სწორედ მთავარი ამბავი აქ, როდესაც ოცნება ჩვენ წინასაარჩევნოდ გვპირდება ღირსებით მშვიდობას, აი ეს არის ოცნების მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში არსებული ესეთი ვითარება, რომელიც სრულებით არ გავს მშვიდობას. ეს არის რა თქმა უნდა ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივად ახორციელებს საკუთარ მმართველობას. კი ბატონო, ტატა, სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს რეალურად ამ ყველაფერმა, ამ წახალისებულმა ძალადობამ, როგორ ფიქრობს და როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის, არ ვიცი, პრევენცია საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ვემიჯნებით სწორედ არ ვიცი, აი ამ ფორმით თუნდაც სიძულვილის დათესვას, რომელსაც პროპაგანდით აწარმოებს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება, სხვა წახალისებას, დაუსჯელობას როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, როდესაც თუ წინააღმდეგობას გავუწევთ, ამის გამო გვსჯიან. აი ვახო სანაია, რომელიც ორი კვირით გაუშვეს ციხეში, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში რაღაც დაწერა ონისემ, რაღაც იხუმრა და საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აი რა სივრცეში უნდა შევძლოთ მაშინ წინააღმდეგობის გაწევა, ისე რომ ამის საფასური არ იყოს ისეთი, რასაც ქვია ფიზიკური ანგარიშწორება, პატიმრობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი შემთხვევა, იმიტომ რომ ვხედავთ ამ დონის კრიმინალურ შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში და ძალოვან სტრუქტურებს ხედავთ, რომლებიც გადასულები არიან ჟურნალისტების დასჯით, არიან დაკავებულები იუმორისტების დასჯით ხუმრობისთვის. აი ესეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ და რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრულობა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველანაირად ვეცადოთ რეჟიმს ვებრძოლოთ, აი ამ პროპაგანდისტულ მათ მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებს ვებრძოლოთ სიმართლით, რა თქმა უნდა და შინაარსობრივად. მე შეგახსენებთ 26 ივნისს ისევ და ისევ საქართველოს პარლამენტს, როდესაც ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ ძალიან ბევრი შინაარსობრივი შეკითხვა დავუსვით. კობახიძეს მან ვერ გასცა პასუხები და იქ სადაც იმ სივრცეში, სადაც მათ არ აქვთ პასუხები შეკითხვებზე, რომლებსაც მათ უსვამენ, ისინი გადადიან ძალადობაზე, ძალადობენ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ვნახეთ ასევე საერთაშორისო ფორმატების დემარშით დატოვება, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ პასუხები იმ მწვავე შეკითხვებზე, რაც მათ მიმართ დასმულ იქნა. შესაბამისად, ეს თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად ებრძოლო იმ პროპაგანდას, რომელიც არ თვლის პრობლემად ყველაფერ იმას, რაც ოცნების პირობებში ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ვნახეთ ჩვენ აი გუშინდელი დღის შემდეგაც ვნახეთ რუსთავი 2-ზე, იმედის არხზე, ვნახეთ როგორ აშუქებენ ამ ყველაფერს ტყუილებიც და ჰიბრიდულ ომში ამყოფებენ საკუთარ მოსახლეობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრულობა, რომელსაც ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი ითვალისწინებს, იმიტომ რომ ძალიან უნდა ვეცადოთ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდეს და ოცნების მხარდამჭერებმა დაინახონ რეალურად ვის აქვს ხელთ დღესდღეობით ძალაუფლება
იმიტომ რომ სხვა გზა აქ მე პირადად არ მესახება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ბრძოლის გზა არის, რომ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა ჩვენ შევამციროთ, ამითი ვაჩვენოთ საბოლოო შედეგი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოცნების მხარდამჭერებმა უნდა დაინახონ ის, რომ მაშინ, როდესაც ძალოვანი უწყება უნდა ზრუნავდეს მშვიდობაზე, მართლ წესრიგზე, ადამიანების ნორმალურ მდგომარეობაში ცხოვრებაზე, მაშინ ისინი გადასულები არიან ჟურნალისტების დასჯაზე, იუმორისტების ჯიან ხუმრობისთვის და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი არის ის ქაოსი და ის განუკითხაობა, რომელიც დადგა ოცნების პირობებში და ეს ყველამ უნდა დაინახოს თვალნათლივ. და აი ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ვამხელთ მათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მათი მხრიდან წარმოებული ეს პოლიტიკა, წახალისებული ძალადობა, როგორ ფიქრობთ, ოცნების ამომრჩეველზე როგორ აისახება? აი თქვენ თქვით, რომ მნიშვნელოვანია შევამციროთ მათი მხარდამჭერთა რაოდენობაო და აი როგორ ფიქრობთ, აი ესეთი ფაქტები ახდენს მათ შორის მათ მხარდამჭერებზეც გავლენას თუ ეს გამოიყურება თქვენთვის როგორც დაკვეთა, რომელიც აქვს მათ ამომრჩეველს და მხარდამჭერს, რომელსაც ესენი ესე ვთქვათ ამ ფორმით აღასრულებენ? რა თქმა უნდა, მე არ მესახება, მე არ მომეპოვება ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მთავარი დაკვეთა არის მშვიდობა, ოღონდ ნამდვილი მშვიდობა, არა ისეთი, როგორცაც გვთავაზობს ჩვენ ოცნება და ის განუკითხაობა და ქაოსი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ერთი მოქალაქის დაკვეთა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების წევრების და ოცნებასთან დაახლოებული პირების დაკვეთა, იმიტომ რომ აი ასეთ ვითარებაში, ასეთ სივრცეში ისინი მეტ ფულს იპარავენ ჩვენი ბიუჯეტიდან, ასეთ სივრცეში ისინი ძალადობენ, ასეთ სივრცეში ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ძალაუფლებას და მთავარი რატომაც ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, ეს იყო სწორედ ის, რომ ოცნებას არ აქვს მზაობა იმ რეფორმებზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც თანსდევს ევროკავშირში წევრობას, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ისინი მეტ ფულს მოიპარავენ, მათ სჭირდებათ სივრცე, რომელშიც მეტად იძალადებენ და შეინარჩუნებენ საკუთარ ძალაუფლებას. დიდი მადლობა. მადლობა ტატა ხვედელიანი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. და დღევანდელი ჩვენი ეთერი ამით უკვე დასასრულს